დაპირისპირება ქართული ოცნების მიერ მართულ ზონდერებს შორის გრძელდება. ფიტნეს დარბაზ ასპრიაში წუხელღამით ნიღბიანი პირები შეცვიდნენ 100-მდე ნიღბიანი რეჟიმის ერთ-ერთ ზონდერს. ქვემო ქართლის გუბერნატორის გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრს გიორგი უბილავას ეძებდა და მისი მისამართით იმუქრებოდა. უბილავას სახელი ნიღბიანების ორგანიზებულ არაერთ თავდასხმას უკავშირდება. მომხდარზე არ საუბრობენ ფიტნეს დარბაზში და ამტკიცებენ, რომ შენობაში კამერები არ მუშაობს. ნინა მაჩაბელი არ ყვევს დეტალებს თემის გარშემო და ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს საუბარს. ფიტნეს კლუბი ასპრია ახლა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. კვლავ ამტკიცებენ, რომ კამერები, რომელიც შიგნით არის დამონტაჟებული და საუბარია რამდენიმე სახის კამერაზე, კვლავ არ მუშაობს. განცხადება გაავრცელეს გუშინ საღამოსვე, მას შემდეგ რაც მედიაში ეს ინფორმაცია გავრცელდა, უარყოფენ კატეგორიულად, რომ რაიმე ინვენტარი შიგნით არის დამტვრეული, თუმცა არაფერს ამბობენ, რომ ნამდვილად შეცვივდა 100-მდე ნიღბიანი პირი ფიტნეს დარბაზში და ბუნებრივია ეს არის ირიბი აღიარება, რომ ამ ფაქტს ადგილი ნამდვილად და გუშინ საღამოს. რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს, 100-მდე პირი იმყოფებოდა შიგნით, მას შემდეგ რაც თითოეული მათგანი შიგნით შევიდა, მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შიგნით და ვარჯიშობდნენ, აუკრძალეს მობილური ტელეფონების გამოყენება და ბუნებრივია ისინი ვერ იღებდნენ შენობაში არსებულ ვითარებას, თუმცა ამბავი რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ ეს ნიღბიანი პირები, რომლებიც დიდი ალბათობით ხარებას დაჯგუფების წევრები იყვნენ, ეძებდნენ გიორგი უბილავას, რომელიც არის ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორის გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრი და ბუნებრივია, რომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ხარებასა და შინჯიკაშვილს შორის არსებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება და ამ ფორმით ეძებენ ერთმანეთის დაჯგუფების წევრებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი უბილავა იყო ქვეყნიდან წასული, რაც გვაქვს ინფორმაცია და ის სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა. ასევე არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც გუშინა გიორგი უბილავა ვერ იპოვეს ხარებას დაჯგუფების წევრებმა, იმყოფებოდნენ კიდევ ერთ ლოკაციაზე, სადაც ასევე უბილავას და მასთან მყოფ კიდევ ერთ პირს ეძებდნენ, არც იქ დახვდათ. ბუნებრივია ეს ორი ადამიანი, რასაც გვიყვებიან არის ეს ინფორმაცია და ამის შემდეგ უკვე ის მეორე ლოკაციაც დატოვეს. ფაქტი, რომ აქ ნამდვილად მოხდა რაღაც და იმყოფებოდნენ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დიდი ალბათობით ხარებას მხრიდან ადასტურებენ ადამიანები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მუშაობენ. გამიგერო ვიღაცას ეძებდნენ. სხვა. აქ ბევრი ადამიანი იყო მოსულიო. და ინვენტარი მასლა დაიწეს. ბევრით იყვნენო, ანუ თუმცა ნამდვილად იყო. ყველა ამბობს იყვნენ და ამ ეტაპზე არ მუშაობს. გადი ხანია არ მუშაობს თუ ზუსტად ეგ არ ვიცი, მეც ახალი თანამშრომელი ვარ. მაგრამ კამერები არ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კამერა აყენია უშუალოდ აქ შემოსასვლელში. ხო, ხარველზე არის ვიცი დროებით, მაგრამ მოაგვარებენ ვიცი ეგეც. შიგნით დამტვრეული არაფერია. თქვენი განცხადება, ასპრიას განცხადება, წავიკითხეთ, ნახეთ, უარყოფთ უშუალოდ ტექნიკის დამტვრევას, თუმცა არაფერს ამბობთ იმაზე, რომ ნამდვილად მობილიზებულები იყვნენ და აქ შემოვიდნენ ადამიანები. არაფერს ვერ გეტყვით, გუშინ არ ვიყავი სამსახურში და რაც ვიცი, ყველაფერი ტელევიზიაში მოვისმენა და მეც იგივე ვიცი, რაც თქვენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ გიორგი შინჯიკაშვილსა და ზვიად ხარაზიშვილს შორის დაპირისპირება დაიწყო არჩევნებამდე გარკვეული პერიოდით ადრე. ისინი სუფრასთან დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორს მოუწია ქვეყნის დატოვება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ჩვენი ინფორმაციით კი თურქეთში, თუმცა მას შემდეგ რაც ქართული ოცნების მთელი ლიდერშიპი ჩაერია მათი შერიგების საკითხში, არჩევნების წინ ჩამოიყვანეს სწორედ შინჯიკაშვილი და ახლა ყველას გვაქვს ინფორმაცია და ეს ინფორმაციები ბუნებრივია მოდის, რომ ამ დარბევების პერიოდში შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრები გამოიყენეს ხალხის საცემრად და როგორც ჩანს, დიდი ალბათობით ქართული ოცნების ლიდერებმა საბოლოოდ ვერ მოახერხეს ამ ორი დაპირისპირებული მხარის შერიგება და გუშინ ჩვენ ვნახეთ ამ დაპირისპირების გაგრძელება, როგორც ჩანს, ზვიად ხარაზიშვილი აგრძელებს და ასრულებს თავის დაპირებას შინჯიკაშვილის მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორს დაემუქრა იმით, რომ მას არ შეარჩენს დაპირისპირებას მასთან.